დღევანდელი ჩვენი ვიდეო გაკვეთილი შეეხება ტექსტის ფორმატირებას Word-ში, როგორც ხელით რეჟიმში, ანუ კონკრეტულად ტექსტზე შესაბამისი ფორმატირების მინიჭებით, აგრეთვე სტილების რეჟიმში. ეს იქნება სტილებთან მუშაობის ბაზისები, თუმცა უმრავ შემთხვევაში საკმარისი იქნება იმისთვის, რომ თქვენ ნორმალურად მართოთ გრძელი დოკუმენტი, სადაც იქნება ძალიან ბევრი სათაური, ქვესათაური და ასე შემდეგ. პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს სამუშაო, მე მინდა რომ ჩვენ შევიყვანოთ რაღაც ტექსტი, ვინაიდან ამ გაკვეთილის მიზნებისთვის ტექსტის შინაარს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე გამოვიყვანე Word-ის ფუნქციას, რომელიც ჩაგვისვავს რაღაც ტექსტს Word-ში და ეს ფუნქცია გამოიყენება ასე უდრის რანტ, იქნება ფრჩხილი და იწერება სასურველი აბზაცების რაოდენობა. იმისთვის ახლა ჩვენ არ გვჭირდება ბევრი ტექსტი, მე დავწერ 5-ს, ისმება მე მძიმე და იწერება თუ რამდენი სტრიქონი დაახლოებით თქვენ გიდათ თითო აბზაცში, რომ იყოს ეს პირობითად 10. იხურება ფრჩხილი, ჩვენ ვაჭერთ Enter-ს და ვიღებთ რაღაც ტექსტს. არ მიაქციოთ ამ ტექსტის შინაარსობრივ მხარეს ყურადღება, ვინაიდან ეს ტექსტი ჩვენ გვჭირდება უბრალოდ ფორმატირების სანახავად. იმისთვის, რომ ჩვენ ხელით რეჟიმში, ანუ ესე სათითაოდ მივაჭროთ ფორმატირება ტექსტს, ჩვენ გვჭირდება მოვუნიშნოთ სასურველი ტექსტი, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ მოვუნიშნავთ მას, მოქმედება შესრულდება კონკრეტულად იმ სიტყვაზე, სადაც კურსორიც იმცემს. აი, დავაკვირდეთ, მაგათ მე მინდა ვთქვათ, გავზარდო ზომა, როგორც ხედავთ, იზრდება ზომა მხოლოდ და მხოლოდ იმ სიტყვაზე, სადაც კურსორიც იმცემს, თუ მე სჭირდება მეტი, მაგალითად მე მჭირდება სტრიქონი, მე უნდა მოვუნიშნო სტრიქონი, დააკვირდეთ როგორი მარტივი ხერხით ვაკეთებ ამას, ანუ გამაქვს მაუსი მარცხნივ და ვაჭერ მას სტრიქონის გასწვრივ, ან ჩვეულებრივი კლასიკური ხერხით, ეს არის უბრალოდ მოვუნიშნოთ მაუსით. თუ მე მოვუნიშნავ აბზაცს, რა თქმა უნდა, ის აბზაცზე შესრულდება ცვლილებები, მაგალითად bold-ი, ანუ ეს B გაამსხვილებს ტექსტს, იტალიკი, ესე გეწოდებული დახრილი ტექსტი, underline-ი, ანუ U აქ ეს არის ტექსტის ქვემოთ ხაზის გასმა, ხაზი როგორი იქნება ჩვენ ვირჩევთ აი ამ ქვედა გვერდზე ისრის მეშვეობით. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია არა მარტო ეს ხაზები ავირჩიოთ სხვადასხვანაირი, ან მოვარდებას დავაჭირო და კიდევ უფრო მეტი სტილი გქონდეს რაოდენობაში, არამედ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ფერით, თუ ამის საჭიროება არსებობს. თუმცა ფერებთან მუშაობისას გაითვალისწინეთ, თუ თქვენ აბერ დოკუმენტის ამობეჭდვას, ან რაღაც ამობეჭდვა ეგრეთწოდებული hard copy-თ უნდა მისცეთ ვინმეს, ტექსტი უნდა ამოიბეჭდოს, უბრალოდ დოკუმენტი მთლიანად უნდა ამოიბეჭდოს ფერაპრინტერზე. შესაძლებელია აგრეთვე ტექსტის გადახაზვა, ეს არ გამოიყენება ოფიციალურ დოკუმენტებში, ვინაიდან ოფიციალურ დოკუმენტებში არავინ ესე ტექსტს არ აკეთებს, ძირითადად ეს სამუშაო ვერსიებში არის, სადაც თქვენ მაგათ უგზავნით თანამშრომელს, კოლეგას, რა ვიცი, ჯგუფელს და გინდათ ანახოთ, რომ დავუშვათ თქვენ ამ ნაწილს არ ეთანხმებით. არსებობს აგრეთვე ეგრეთწოდებული subscript-ი და superscript-ი. Subscript-ი ეს არის ძირითადი ხაზის, ანუ ძირითადი სტრიქონის ქვემოთ, როდესაც იწერება ტექსტი და superscript-ი ეს არის ძირითადი ტექსტის ზემოთ, აი ესეთი სახით, თუმცა მასზე არ ჩასვათ სქოლიოები, იმიტომ სქოლიოების ჩასმისთვის არსებობს ცალკე ინსტრუმენტი, ეს არის references insert footnote. ანუ თუ მაგათ მე მინდა უბრალოდ რაღაც სქოლიოს ჩასვა, მე უნდა შევიდე რეფერენსებში, მე უნდა დავაჭრო insert footnotes და ავტომატურ რეჟიმში ჩაჯდება სქოლიო, სადაც მე დავუშვათ მიუთითებ რაღაც ლიტერატურას, ხო? დავუშვათ ლიტერატურა, რაღაც გვერდი 1. პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა, თქვენ აქ მიუთითებთ იმას, რაც საჭიროა. გარდა ამისა, არსებობს ტექსტის გააზრდის საშუალებები ნაბიჯ, აი ესე, ან შემცირების, ვთქვათ, აი ესე, ჯობია შიგნით დავაწყაფუნოთ ტექსტში. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყვანოთ ეგრეთწოდებული გადართვა cases, ანუ ძირითადად ევროპულ ენებში და ძირითადად ენებში არის დიდი და პატარა ასოების შესაბამისად, როგორც წესი, მაგალითად შეიძლება იწყებოდეს წინადადება დიდი ასოთი, ან ჩვენ თუ დავწერთ პატარა ასოთი, აგერ ჩვენ გვაქვს ეს რაღაც შეცდომა დავუშვით, ჩვენ გვაქვს პატარა ასოთი, ჩვენ შეგვიძლია მაგალითად მოვუნიშნოთ ეს წინადადება და მივთითოთ მაგალითად sentence case. ამ შემთხვევაში ყველაფერი გასწორდება, ანუ როგორც წესი
გამოიყენება პირველ დიდი ასო წინადების დასაწყისში უმაღლეს ენებში. ჩვენ შეგვიძლია აგრეთვე მაგათად გავაკეთოთ ASE, ანუ ჩვენ გვინდა მთლიანად ეს იყოს დიდი ასოები დაწერილი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია და ერთბაშად ამას გავაკეთეთ. თუმცა ნუ ქართულ ენაში ამას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის დიდი და პატარა ასოები. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ტექსტის მონიშნა, ეს დაახლოებით იგივე რაღაცაა, როგორც მარკერით მონიშნა, როცა ჩვენ ქსეროს ვკითხულობთ, ან წიგნს ვკითხულობთ, თუ დავუშვათ ჟურნალს და რაღაცებს ნიშნავთ, თუ ჩვენ გვინდა მოვხსნათ ეს მონიშნა, ჩვენ ვიჩერთ აქ no covers და ASE შესაბამისად ხსნით მას. ასევე გარდა ამისა, ფონტის ეფექტები, ეს როგორც წესი არ გამოიყენება ძირითად დოკუმენტებში, იმიტომ ეს უფრო მხატვრული გაფორმებაა, მოდით ნახოთ პირობითად, ესეთი reflection არის ეგრეთ წოდებული სარკისებური ეფექტი. როგორც ხედავთ ამ შემთხვევაში, ჩვენ თითქოს სარკე მივადეთ ტექსტს ქვემოდან, ნუ თქვენ ალბათ ხვდებით, რომ ეს ძირითადად გამოიყენება ბუკლეტების და ასე შემდეგ გაფორმებისთვის და არა რაიმე ოფიციალურ დოკუმენტში, ან თუნდაც საგუშოში, ან სადიპლომოში, ვინაიდან ესეთი რაღაცები, როგორც ეს ოფიციალურ დოკუმენტებს არ შეეფერება. რაც შეეხება აბზაცებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს პირველ რიგში ეს არის გასწორება ველების მიმართ. ველების მიმართ გასწორება 4 ტიპისაა, ეს არის, როდესაც ძირითადად შევოლოდში როგორც ეს ინგლისურ ენოვან ვორდში აყენია გასწორება მარცხენა კიდის მიმართ, ეს არის align left-ი. შუაში ეს გასწორება ეს უფრო სათაურებს შეეფერება. მარჯვენა კიდეზე გასწორება align right. ეს თითად გამოიყენება ეპილოგების კი არა და თავების ქვემოთ რო რაღაც ციტატები და ასე შემდეგ, რაღაც გავს სტილებში და ოფიციალურ დოკუმენტებში როგორც წესი გამოიყენება ესეთი გასწორება ორივე მხარეს მიმართ, რასაც justify ეწოდება. რაც შეეხება სტრიქონებს შორის დაშორებას, ეს გარკვეულწილად მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება შეხვდეთ რაღაც სტრიქონებს შორის უნდა იყოს თორშე 1.5 ინტერვალი. დაშორება როგორც ხედავთ, ეს გამოიყურება 1-დან 0, გამოიყურება 101.15 მიასედი, 2-დან 0, 2-დან 5, 3-დან 0 და ასე შემდეგ, თუმცა ძირითადად რაღაც სამეცნიერო ჟურნალებში საქართველოში მაგათად როგორც წესი 1-დან 1.5 გამოიყენება. აბზაცებს შორის დაშორებასაც შეეხება ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ ჩვენ აბზაცებს შორის, მაგრამ თუ გვეუბნებიან რომ უნდა იყოს აბზაცებს შორის დაშორება, სანიშნავს რომ ჩვენ რაღაც ორიენტერი უნდა დავაყენოთ, თუმცა ზოგიერთი ჟურნალის ასე ვთქვათ ფორმალურ მოთხოვნებში, სტატიის ფორმალურ მოთხოვნებში წერია რომ თქვენ უნდა ორიენტერი გქონდეთ აბზაცებს შორის დაშორება, მაგრამ თქვენ არ უნდა შექმნათ ესე ტყუილი აბზაცები, ფსევდო აბზაცები, არ ვიცი, იმიტომ რომ თითოეული ენტერი Word-ის ენაზე ნიშნავს აბზაცს. იმისთვის რომ ჩვენ გქონდეს აბზაცებს შორის დაშორება, ჩვენ ჭირდება page layout-ი, ეს ხელით რეჟიმში როცა ჩვენ ვაკეთებ ფორმატირებას და spacing-ში აი აქ, როცა პარაგრაფზეა საუბარი, spacing ქვეგან ყოფილებაში აბზაცებს შორის უნდა იყოს სადღაც 6-დან 10-მდე, აი ეს ეძებს ეს მნიშვნელი და ეს ნიშნავს იმას, რომ აბზაცებს შორის, ანუ აბზაცის შემდგომ იქნება ეს გამოტოვება, ანუ დაახლოებით ორიენტერის ტოლა ეგრეთ წოდებული და თქვენი პრობლემა არ შეგიქმნებათ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დანოვრას, დანოვრა ჩვენ რა თქმა უნდა გავაკეთოთ ან ბულეთებით ეგრეთ წოდებული, ან ციფრებით. პრინციპში თქვენ Word-ში რო დაწეროთ ერთიანი წერტილი დაასვათ და რაღაც ტექსტი დაწეროთ, თქვენ მერე მიიღებთ ბულეთებს. თუ თქვენ გინდათ ქვეპუნქტების შექმნა, მე მინდა მეორეს ქვეპუნქტის შექმნა დააჭერთ tabs, აი ესე, და დააწერთ ტექსტს. თუ თქვენ გინდათ უკვე დაუბრუნდეთ მესამე პუნქტს, ანუ მოუშვით ქვეპუნქტების ჩამოსვლას, მაშინ უნდა დააჭეროთ shift tabs, enter-ს უბრალოდ და მე shift tabs, ანუ შეიქმნება ახალი ქვეპუნქტი და თქვენ თუ გინდათ ეს ქვეპუნქტი კი არ იყოს პუნქტი, დააჭერთ shift tabs. იგივე ლოგიკით ხდება შესაბამისად ბულეთებით დანოვა, ეს უკვე გემოვნების საკითხია, როგორ გინდათ თქვენ ციფრებით თუ უბრალოდ ეს პუნქტობრივად. ეხლა შევხედოთ ისეთ ინსტრუმენტს, როგორც არის find-ი და replace-ი. Find-ი ძირითადად გვაძლევს საშუალებას მოვუძებნოთ რაღაც ტექსტი, მაგათ მე მინდა მოვუძებნო ვიდეო
და ის მომიძებნის და მომინიშნავს ყველა იმ ადგილს, სადაც ვიდეო არის ნახსენები, ან შესაბამისად თქვენ ტექსტში მოძებნით იმას, რაც თქვენ გინდათ რომ იყოს. Replace-ი გვაძლევს საშუალებას მოვძებნოთ და შევცვალოთ, მაგალითად თუ მე მინდა რომ ჩემ ტექსტში ვიდეოს ნაცვლად იყოს აუდიო, მე find watch უკვე ვიდეო მაქვს ჩავეშლი, თუ ერთხელ უკვე მოვძებნე, დავწერ აუდიოს და დავუშვათ თუ მე მინდა ედვაშად ყველა შევცვალო და დარწმუნებული ვარ იმაში რომ ყველგან ეს უნდა იყოს ასე, მე დავაჭერ replace all, სათითაოდ ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვალას დავაჭერ replace და უბრალოდ ძებნისთვის რომ დავწმუნდე რომ იქ სადაც მე მინდა ვიდეო შევცვალო აუდიოთი ეს ნამდვილად ეს უნდა მოხდეს, დავაჭერ find next და მე დავაჭერ replace. ეს ამ სათითაოდ ნაბიჯით თუ ვაკეთებ ამას. რაც შეეხება more-ს, ნუ აქ გაძლევთ უკვე არა მარტო სიტყვიერად ძებნის საშუალებას, მაგალითად პარაგრაფის სტილის მიხედვით, სტილების მიხედვით, რასაც ჩვენ ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით, ფონტის მიხედვით, მაგალითად მე მინდა მოვძებნო ყველაფერი რაც აუცილებლად დაწერია BEL ტიპ ფონტის მეშვეობით, დავუშვათ bold-ში და დავაჭრით OK და მოვძებნით ესეთი სპეციფიკური მომენტები, თქვენ დააკვირდით თქვენ, ოდესაც აი ესეთ სპეციფიკურ რაღაცებს ირჩევთ, რომ ველში გაქვთ კურსორი, ეხლა მე რომ აქ replace visit, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვუთითებ აი ამის მეშვეობით, რით შეიცვლება, მაგალითად მე მინდა რომ ვიდეო შეიცვალოს აუცილებლად აუდიოთი, რომელიც ეწერება bold-ით. მოდით მივუთითოთ და დავუშვათ ეს იყოს რაღაც დიდი ზომა, ეს ძალიან დიდი ზომა მოვიდა. მოთ არეალი იყოს ესე. ანუ მე მინდა რომ შეიცვალოს ვიდეო ჩვეულებრივი ტექსტი დაწერილი, აუცილებლად აუდიოთი, რომელიც იქნება აი ეს რაც მე დავაყენე, იმიტომ რომ მე როდესაც ვაყენებდი ამ ყველაფერს ეს იყო კურსორი სიმცირე და აუდიოში, მოდ დავაჭროთ replace, როგორც ხედავთ, ჩვენ მივიღეთ ძალიან ესეთი დიდი, ნუ პრინციპში რაც დავაყენეთ იმ პარამეტრებს ქონე აუდიო. თუ მე მექნება კურსორი ვიდეოში და აქ ამ შემთხვევაში ავარჩევ, ანუ ვიდეოში კი არა და ანუ find what ველში, სადაც მე ახლა ამ შემთხვევაში მიწერია ვიდეო, მე შესაბამისად უკვე ვუთითებ არა იმას, რით შეიცვლება, როგორი შეიცვლება, არამედ იმას, როგორი არის, რომ ვეძებ. ნუ ლოგიკა არის აბსოლუტურად იგივე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ სტილების შეცვლისთვის, მაგალითად თქვენ ეძებთ სტილს, ანუ აქ არაფერს არ ჩაწერეთ, ეძებთ პირობითად სტილ ნორმალს და გინდათ შეცვალოთ ის ყველა სადაც იქნება ეს სტილი ნორმალი, გინდათ შეცვალოთ სტილით heading 1 მაგალითისთვის და დააჭერთ replace all და როგორც ხედავთ ყველაფერი ეხლა ჩვენ გვაქვს რეალურად სათაურის სტილში. თუ რა არის სტილი, ეხლა ჩვენ ამას ვნახავთ. ამისთვის მე გამოვალ აქედან და მე მაქვს მომზადებული სტილებთან სამუშაოდ ესეთი დოკუმენტი, სადაც მე იდეაში დავამატე სათაურები და ქვესათაურები და ქვეთავები, არ მივახციოთ ყურადღება იმას თუ როგორი ასე ვთქვათ სათაურები წერია, როგორც შევთანხმდით, ეს უბრალოდ პრაქტიკისთვის გამოვიყენებთ ამ ყველაფერს. მოკლედ, როდესაც თქვენ იცით, რომ თქვენ უნდა იმუშაოთ არა სათითაოდ, უბრალოდ არა რაღაც ერთგვერდიან დოკუმენტზე, ანუ ორგვერდიან დოკუმენტზე, თქვენ უნდა იმუშაოთ რთულ დოკუმენტზე, დოკუმენტს რაც შეიძლება დაჭირდეს სამომავლოდ და ასე თუ ისე დაჭირდება ასე ვთქვათ საარჩევი, დაჭირდება შეცვლა რაღაც სტანდარტების, აუცილებლად უნდა იყოს რაღაც სტანდარტებში ჩასმული, იმიტომ რომ კომისია უბრალოდ ვერ მიიღებს, ან ჟურნალი ვერ ჩაიბარებს ამ სტატიას, თუ ეს იქნება დაწერილი რაღაც არასტანდარტულად, თქვენ ჯობია თავიდანვე იმუშაოთ სტილებთან. სტილები განლაგებულია, ანუ quick სტილების ჯგუფი არის განლაგებული home channel-ში styles განყოფილებაში. და თუ ჩვენ გვინდა რაღაც უფრო გამოვიძახოთ უფრო ესეთი სანავიგაციო პანელი, სადაც ეს იქნება მეტი შესაძლებლობის და ფაქტობრივად მაქსიმალური სტილები, ჩვენ დავაჭერთ dialog box launcher-ს, რომელიც განლაგებულია სტილების ჯგუფის მარჯვენა ქვედა კუთხეში და ნუ შევხედავთ ამას ასე. აქ მეტი შესაძლებლობა არის, თუმცა დღევანდელი გაკვეთილისთვის ჩვენ ამასაც ვიკვანებთ. მოკლედ,
იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ესე სათითაო თითოეული აბზაცი დავამოშლოთ, მაგალითად ჩვენ გვეუბნებიან, რომ ტექსტი, ჩვენი ძირითადი ტექსტი, ჩვენი საკურსორსი უნდა იყოს აუცილებლად 12 ფონტით დაწერილი, აუცილებლად უნდა იყოს სილფაენით დაწერილი, მოვძებნოთ აქ სილფაენი, პრინციპში მე შემიძლია ჩავბეჭდო იქ სილფაენი და აი ესე მოვძებნო, რომ არ ვსკროლო ბევრი და აუცილებლად უნდა იყოს გასწორებული ორივე, ასე ვთქვათ, ველის მიმართებაში, აუცილებლად უნდა იყოს 1.5 დაშორება სტრიქონებს შორის, იმის ნაცვლად რომ მე გავაკეთო ეს თითოეულ აბზაცზე სათითაო და ნუ ახლა აქ ჩვენ გვაქვს სულ რაღაც ორი გვერდი, მაგრამ რეალ საკურსო ნაშრომში ორი გვერდი არ იქნება და ჩვენ მოგვიწევს ნამდვილი წვალება ამაზე. ჩვენ ჯობია ერთ აბზაცზე, ნუ ერთ მიდგომა არის, რომ ჩვენ ერთ აბზაცზე გავაკეთებთ ამას, ანუ შევიტანთ ამ ცვლილებებს და მერე სტილზე, ნორმალ სტილზე, რომელიც ძირითადად ეხება ტექსტებს, დავაჭერთ მარჯვენა ღილაკს და მივცემთ update normal to match selection. ანუ ეს ნიშნავს, რომ როგორი გვაქვს ეს აბზაციც, ყველა ჩვეულებრივი ტექსტი დაждდეს ამ სტილზე. ანუ წარმოვიდგინოთ, სტილი ეს არის ფაქტობრივად ფორმატირების საშუალებების ბითუმი წარმოდგენა, ანუ ერთი სტილის ქვეშ გაერთიანებულია სხვადასხვა ფორმატირების საშუალება, მათ შორის პარაგრაფის, მათ შორის ფონტის. ეხლა რომ დავხედოთ ქვემოთ, ასეთ ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა, ანუ ეს ტექსტი არის ნორმალზე გადასული და ჩვენ ფაქტობრივად ძალიან ბევრი დრო დავზოგეთ ამით. რაც შეეხება სათაურებს, იდეაში, იდეალურ შემთხვევაში თქვენ წინასწარ ადგენთ სათაურების სტილს, თუნდაც ჩვეულებრივი ტექსტის სტილს ნორმალს და მერე წერთ. თუ თქვენ ამას, ასე ვთქვათ, ეს ვერ მოახერხეთ, მაშინ თქვენ მოგიწევთ პოსტფაქტუმ მუშაობა. ეხლა ჩვენ გავაკეთეთ ამ აბზაცზე. რაც შეეხება წინასწარ მუშაობას, იმის ნაცვლად რომ დავუშვათ ჩვენ მივცეთ update normal ან update heading to match selection, ჩვენ დავაჭერთ მარჯვენა ღილაკს და ავირჩიოთ modifies და აქ დავაყენებთ ყველაფერს არის საჭიროს. მაგალითად, ისევ სილფაენი, ოღონდ რადგან სათაურია ეს იყოს 16, ნუ კი ბატონო, იყოს bold, იყოს შუაში აუცილებლად და ფერი იყოს შავი, ვინაიდან ნუ არ გვაწყობს ჩვენ რაღაც სხვა. დავაჭეროთ OK-ს. ესაც შეეხება და heading ones, რაც შეეხება titles, ნუ აქაც პრინციპში თუ საჭირო იქნება რაღაცებს შევცვლით, მაგალითად შუაში მოვაქცევთ ამ ყველაფერს. და ამ შემდეგ, როცა ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთოთ, ჩვენ მოგვიწევს სათითაო ციარული და დავუშვათ დაჭერა აი ამ ყველაფრის აი ესეთი სახით. თუ ჩვენ ვიცით ის ტექსტების სათაურები, უბრალოდ სათაურებში არსებული სიტყვები, თუ ვიცით, მაგალითად, ნუ აქ კარგია რომ ქვეთავი წერია, თავი წერია, მე შემეძლება replace-ით გავაკეთო ეს, მაგალითად დავწერ find what, ანუ მე მჭირდება თავი. Replace with, ანუ ამ შემთხვევაში მე მინდა რომ ეს შეიცვალოს სტილით თავი რადგანაც არის heading 1-ით. კი ბატონო, დავაჭერ find next, მიპოვა ქვეთავი და ქვეთავი მე არ მაწყობს, დავაჭერ find next, თავი ორი მაწყობს, ძალიან მაგარია. დავაჭერ replace და როგორც ხედავთ, ეს უკვე გადაიქცა. ასე ვთქვათ, შესაბამის თავად, ქვეთავი ერთი არ მაინტერესებს, დავაჭერ find next. ნუ რადგანაც მეტი თავი მე არ მაქვს, მე შევწყვეტ ძებნას. რაც შეეხება ქვეთავებს, ნუ შეგიძლიათ თქვენ ამ შემთხვევაში ქვეთავების სტილი თუ გაქვთ გამზადებული, ნუ ეხლა ამ მიზნებისთვის ვთქვათ, რომ ეს გვაწყობს, როგორც არის. დავაჭერთ replace, რადგანაც ქვეთავი არის, მე მივცემ უკვე replace-ში დავაჭერ, მივცემ stils heading 2-ის. აი ეს. და დავაჭერ replace. კი ბატონო, ქვეთავი ერთი არგუმენტები, ესეც მაწყობს replace. თუმცა, რადგანაც ეს მთლიანობაში არ ჩაჯდა, უბრალოდ ცუდად მოვძებნეთ, აქ ცოტა აგვერია. რადგან წინასწარ ჯობია ჩვენ დავაყენოთ შესაბამის ზომებზე ეს ყველაფერი. და ესე. სილფაენი სადა გვაქვს ჩვენ? აი ესე. ჯობია ეს ყველაფერი აი ესე გავაკეთოთ.
მარტო ეს შეცვალა. თუ ჯობია თქვენ მოძებნოთ სრულად ჩაწეროთ, როგორც ხედავთ, სრულად ჩაწეროთ სათაურები, რომ ნაწილი სათაურის არ შეიცვალოს, როგორც ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ. ეხლა რადგან წესია, ესე გავაკეთოთ. რაც ახლა პარაგრაფი უკვე არის ქვეთავის, როგორც იტყვიან, ქვეგანყოფილება. თუ დაგვიდებით, როგორც კი მე აქ ვაჭერ heading 2-ს, ემატება heading 3. ახლა მე heading 3-ს მივანიჭებ ამას და დაემატება heading 4. ესე შეუძლია ბოლოს გააკეთოს 9 ქვედონე, რაც პრინციპში საკმარისია ყველანაირი სტრუქტურის მქონე დოკუმენტისთვის. და დასკვნას მე მივცემ heading 1-ის განყოფილება. დასკვნა. ანუ რეალურად, ეხლა ჩვენი დოკუმენტი არის ერთი სახით ყველგან, ანუ ქვეთავები ყოველთვის ქვეთავებად არის და თავები არის ყოველთვის თავებად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როცა მე შევცვლი მაგალითად, მითხრეს, რომ შეიცვალა სტანდარტი და 16-ით კი არ უნდა იყოს თავი, უნდა იყოს პირობითად 18-ით, მე საკმარისია შევცვალ აქ modified, დავაყენო 18-ზე და შეიძლება ყველა თავი, რომელსაც ეს ეხება. დასკვნას მათ შორის 18-ზე დაყენდა. გარდა ამისა, აქვს სტილებს ეგეთი საინტერესო თვისება, ეს არის automatically update. დავაჭეროთ modified შევიდეთ აქ automatically update და რას აკეთებს ეს automatically update. როდესაც automatically update არის ჩართული და მე რომელიმე ტექსტში, რომელიც არის ამ სტილში შევიტან ცვლილებას ხელით, მაგალითად დავაყენებ 20-ზე. ასე მოვნიშნავ, დავაყენებ 20-ზე. ავტომატურად განახლდება ყველა სხვა. ანუ 20, როგორც ხედავთ, მოხდა განახლება. ეს რადგან ჩვენ replace-ით გავაკეთეთ და მთლიანი სათაური არ შევიტანეთ, მოხდა არევა, მოდი ჩვენ გავაკეთოთ სწორად, დასაბუთება, კი ბატონო. ქვეთავი გვაქვს კიდე ერთი? კი ბატონო, არგუმენტები აქვს. აქ მე შევიტან ცვლილებას heading 2-ში. ამასაც მივცემ automatically update. ჩავურთავ და აქ როგორც კი შევიტან მე ცვლილებას, მაგალითად 26 იყოს. ესე. როგორც ხედავთ, აქაც შეიცვალა. თუ თქვენ ეს არ გაქვთ ჩართული, ეს პუნქტი, თქვენ აქ შეიტანოთ ცვლილება ამ კონკრეტულ ქვეთავ, ამ კონკრეტულ ტექსტში, რომელიც ამ სტილით არის, არ შეიცვლება, მარტო ეს იქნება ასე და დანარჩენი დარჩება, დანარჩენი ტექსტები ამ სტილში დარჩება ძველებურად. თუ თქვენ გინდათ ამ შემთხვევაში შეცვალოთ, უკვე ცენტრალიზებულად თქვენ ცვლით modified, აქედან აყენებთ რაღაც სტანდარტს და მერე იცვლება ყველგან. ხო? ანუ ჩვენ გვაქვს ერთი ვარიანტი, როდესაც გვაქვს automatically update-ის სტილის და სადმე ვცვლით ამ სტილის ტექსტს იცვლება ყველგან, თუ არ გვაქვს ეს automatically update ჩართული, მაშინ გვიწევს ანუ თუ ჩვენ სადმე შევცვალეთ კონკრეტულად ესე ხელით ტექსტი, ის არანაირ გავლენას არ ახდენს სხვაზე, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ცენტრალიზებულად შევცვალოთ ტექსტი, ამ სტილის, ჩვენ გვიწევს მარჯვენა ღილაკიდან და modify-ის დაჭერა. მას შემდეგ, რაც ჩვენ გვაქვს ეს ყველაფერი გაკეთებული, ჩვენთვის ძალიან მარტივია ჩავსვათ საჩევი. როგორ ვაკეთებთ ამას? ანუ გადავდივართ დოკუმენტის დასაწყისში, ცოტა ეს ადგილი გავანთავისუფლოთ enter-ით, შევდივართ შემდეგ reference-ებში, table of contents. ვირჩევთ პრინციპში პირველივე, ესეთ არჩევანს ვაკეთებთ და შესანიშნავია. ჩვენ გვაქვს თავი 1 შესავალი, ქვეთავი, თავი 2 დასაბუთება, ანუ ქვეთავი, მისი პარაგრაფი, როგორც ხედავთ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იერარქიულად არის გაკეთებული, არანაირი პრობლემა არ არის. და კიდევ რა დიდი პლუსი აქვს ამისი, ასეთ გაკეთებული საჩვენს, მოდით ჩვენ აქ გავაკეთოთ, ქართულად დავაწეროთ. რა პლუსი აქვს ამ ყველაფერს? თუ მაგალითად, აქ თავი 2-ში გადავიდეთ, ქვეთავ 1-ში, სად არის ეს? ესე. როგორც ხედავთ, ჩვენ შეგვიძლია control-ს დავაჭროთ და მე ესე დავაკლიკოთ, რომ ეგრევე გადავიდეთ, იქ სადაც ეს არის განმაგებული, ანუ ავტომატური გადასვლაც არის
როგორც მოგახსენეთ, კონტროლი და მერე ვაკლიკებთ. ან ჩვენ უბრალოდ თუ დავაკლიკოთ, არაფერი არ მოხდება. კონტროლს თუ დავაჭერთ, გადაიქცევა კურსორი ესე თითად, დავაჭერთ და გადავედეთ იქვე, სადაც ეს ტექსტი არის. მაგალითად, ჩვენ გვითხრეს, რომ რაღაც არგუმენტები ძალიან ცოტაა და მოდი დავამატებ. და ჩვენ ახლა ვამატებთ არგუმენტებს, საკმაოდ ბევრ არგუმენტებს. მოდი დავამატოთ უამრავი არგუმენტი, ესეთი გზით. და როგორც ხედავთ, პარაგრაფი მე-1 დასაბუთება გადავიდა სხვა გვერდზე. ანუ ჩვენ ძალიან ბევრი დავამატეთ და ეს არჩევი, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, რეალურად არ შეესაბამება რეალობას. ანუ დასაბუთება მეორე გვერდზე აღარ არის. დაახლოებით როგორც მე-9 გვერდზე გადავიდა და დასკვნად შესაბამისად გადაიწია. იმის ვაცოდოთ, რომ საცითაოდ ესე ვიაროთ და იქ დავაკვირდეთ თუ სად გადავიდა, ან თუ მაგალითად წავშალეთ ხო შემცირდა დოკუმენტი და ეს ყველაფერი გადავაკეთოთ, ჩვენ ამათ არ შევწუხდებით, ჩვენ დავაჭერთ შიგნით, დავაჭერთ update tables. ამ შემთხვევაში თუ დავაჭერთ OK-ს და როგორც ხედავთ, შეიცვალა ჩვენ ანუ მე-9 გვერდზე გადავიდა პარაგრაფის დასაბუთება. აი აქ თქვენ ხედავთ, რომ არის მეორე პუნქტი. update tables დავაჭეროთ. update entire table. ეს რა შემთხვევაში გამოიყენება? თუ თქვენ შეცვალეთ ტექსტი. ანუ შეცვალეთ ანუ არ კი არ დაემატა, მაგალითად გვერდები შეიცვალა, რამე შეიცვალა შეიძლება სათაურის სახელით. მაგალითად შესავალის ნაცვლად ჩვენ გვაქვს რაღაც პროლოგი. ის რაღაცას ხო შეიძლება მოხდეს. მაგალითად შეიცვალა სათაური ჩვენ საკურსო ნაშრომში. ამის შემდეგ როცა მე დავაჭერ update tables, მე ავირჩევ არა მარტო page numbers, ანუ მარტო გვერდების ნომრები, ავირჩევ entire tables, დავაჭერ OK-ს და შესანიშნავია, მე მაქვს პროლოგი. ანუ სტილების გამოყენებით თქვენ როგორც ხედავთ, თქვენ ზოგავთ დროს, თქვენ ავტომატიზირებას უკეთებთ თქვენ ასე ვთქვათ საარჩევს და გარდა ამისა მთელი დოკუმენტი გამოიყურება ერთნაირად, ანუ ქვეთავი 1 დავუშვათ იგივენაირად გამოიყურება, როგორც დავუშვათ სხვა თავის ქვეთავი, სადაც შორს წავიდა ის. თუ არა გვაქვს ჩვენ მეტი ქვეთავი. Ну, ამას ასეთ მნიშვნელობა არ აქვს, თავარია რომ ყველაფერი ერთნაირად გამოიყურება და თქვენ არ გიწევთ იმის ფიქრი, რომ ზუსტად ისე არის, ყველაფერი როგორც საჭიროა თუ ისე არ არის, როგორც საჭიროა. ეს ჩვენ ხელით შევცვალეთ ძალიან მახსოვს. და საერთოდ თუ სტილებს იყენებთ, მაშინ ხელით არ შეცვალოთ მე რაღაცეები და ჯობია ცენტრალიზებულად modified გააკეთოთ. ან თუ გინდა თუ იცით რომ ჯობია თქვენ ხელით შეცვლით და იდეაში ეს ცვლილება ყველგან უნდა შევიდეს, მაშინ ჩავართეთ stils automatically update. Ну, ეს იყო დღევანდელი ჩვენი ლექცია, ბაზისები, საარჩევის გაკეთების ბაზისები, ფონტებთან, მუშაობის პარაგრაფებთან და სტილებთან. ეს ელემენტარული რაღაცებია, რომელიც თქვენ ძალიან დაგეხმარებათ შედარებით რთული და გრძელი დოკუმენტების შედგენაში. მადლობთ.